სოფელ გეგუჩი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებულ შენობაში მოწყობილია სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სათამაშო და რეკრეაციული ზონები, კეთილმოწყობილი ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება. პროექტის განხორციელებისათვის სახელმწიფომ 2.400.000 ლარი გამოყო. საღმრძლო პროცესი დაიწყო ქალაქ წყალტუბოში ახლად რეაბილიტირებულ 200 ბავშვზე გათვლილ პირველ საბავშვო ბაღშიც. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სკოლამდელი აღსაზრდელების განათლებისა და სოციალიზაციისათვის საჭირო ყველა სივრცეს, მათ შორის ადაპტირებულ შიდა და გარე ზონებს, სათამაშო და სპორტულ მოედნებს. პროექტი საქართველოს მთავრობამ 3.200.000 ლარით დააფინანსა. წყალტუბოში ასევე დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის პროექტირება, რომლის ფარგლებში წყალტუბოს არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ აშენდება 6,000-მდე მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მესამე კატეგორიის შესაბამისი სტადიონი. პროექტი მოიცავს გასახდელების, საშხაპეების, მედია ცენტრის, საკონფერენციო დარბაზის, უსაფრთხოებისა და აუდიოვიზუალური სისტემების მოწყობას, ასევე მსაჯების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ კონტროლის სივრცეს, ავტოსადგომსა და კომერციულ ზონებს. ახალი სტადიონი შეძლებს მათ შორის მაღალი დონის სპორტული და კულტურული ღონისძიების მასპინძლობას. წყალტუბოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აშენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრიც. მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს. წყალტუბოში ასევე დაგეგმილია რაგბის 2 ხელოვნურ და ბუნებრივ საფარიანი სტადიონის მშენებლობა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ აქ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მნიშვნელოვანი არის, რომ 2 ახალი ბაღი უკვე შევიდა და დაიწყო ფუნქციონირება და ბავშვები უკვე არიან დადიან ამ ბაღში და მშობლებს აქვთ საშუალება, რომ ამ სერვისით ისარგებლონ. მნიშვნელოვანია ასევე იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით აწარმოებს საქართველოში, წყალტუბოში იწყება ერთი დიდი ტრიბუნიანი UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა და ასევე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, როგორც საფეხბურთო, ასევე სარაგბო და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წყალტუბოში სულ უახლოეს პერიოდში კიდევ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს დავიწყებთ, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა ქუთაისში ნომერ მე-7 და ნომერ მე-4 სკოლების საკითხზე. აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მალე პროცესი დაიძრას, აღნიშნა. მე გუშინ ბოდიში მოუხადე ყველა მშობელს, რომელსაც ესეთი დისკომფორტი ექმნება, რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური, უბრალოდ ჩვენ როგორც თქვენთვის ცნობილი არის, სექტემბრის თვეში გადმოეცა ინფრასტრუქტურას სკოლების მშენებლობა, მანამდე აწარმოებდა ესი და სეგიდით ხდებოდა ამ სკოლების მშენებლობა. დღეს ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ყველა მსგავსი პროექტი, რომელიც წლებია გაჭიანურდა და გვაქვს პრობლემები ამ მიმართულებით, რაც შეიძლება დროზე მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, მათ შორის მშობლებთან კომუნიკაციისთვისაც, მათთვისაც მზად ვართ, რომ აუხსნათ თუ რა პრობლემები არის და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მალე პროცესი დაიძრას. რა თქმა უნდა, დღეს მე გამიჭირდება იმაზე საუბარი, რომ ხვალ და 2 დღეში და 3 დღეში ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ მთავარი არის, რომ მათ შორის მშობლებმაც, მოსწავლეებმაც, პედაგოგებმაც ზუსტად იცოდნენ გეგმა, თუ რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება.